ახლა პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ჩაგვერთვება. ბატონო მამუკა, საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ბატონო მამუკა, სანამ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოზე გკითხავთ, ძალიან საინტერესოა თქვენი პირველი შეფასება. ცნობილი გახდა სულ რამდენიმე წუთის წინ, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და არ დანიშნავს რეფერენდუმს ოჯახის მცნების დაზუსტების შესახებ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შეფასება? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც და მაინც დღეს ხვალ ერთი თვის თუ არჩევნების პერიოდში დანიშნულიყო, თქვათ, ეს რეფერენდუმი. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები ამასთან დაკავშირებით, გარკვეული მგზავრობაც იყო, იქ კვორუმის პრობლემაც იყო, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ შემდეგმა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და ის რაც თავისთავად შეიძლება მოხდეს, ამას რეფერენდუმი აღარ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხის უმრავლესობა ერთ აზრზეა და მე ვფიქრობ, ეს აზრი და ეს პათოსი უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმაც. გასაგებია თქვენი პოზიცია. ახლა რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, პირველი შეკითხვა ჩემი იქნება მამუკა არიშიძის მიერ გაკეთებული განცხადებები. დღეს მან განაცხადა, რომ შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე გაავრცელონ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები. ხომ არ დაინტერესებულ ხართ ამ ინფორმაციის დეტალებით, ან როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა მსგავსი სცენარით განვითარდეს პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ? სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი დიდი ხანია არ ვიცი, უბრალოდ რამდენიმე წუთის წინ გავიგე და თქვენმა სიუჟეტმაც დაადასტურა, რაც მესმოდა. ყოველ შემთხვევაში ეს ერთი განცხადება იყო, ამასთან დაკავშირებით გამოძიებაც რომ დაიწყოს, ამას გარკვეული საფუძველი ჭირდება და ამატებითი მხოლოდ ერთი განცხადებით და უბრალოდ ერთი საეჭვო, ასე ვთქვათ, მონათხრობით მე არ ვაყენებ შევატყავს ბატონ მამუკას პირიქით მის მიმართ დიდი პატივისცემა მინდა დავადასტურო, თუმცა ეს არის ვიღაცისგან მოყოლილი ამბავი, ამაზე შეიძლება გამოძიება ვერ დაიწყოს, ძალიან ცუდი იქნება, თუ მსგავსი რაღაც მოხდა და თუ ვინმე იმასაც იკადრებს, რომ თავის თავს ავნოს, იმიტომ რომ შემდეგ ხელისუფლებას დააბრალოს, თუმცა გამორიცხული არაფერია, ჩვენ გვყავს ასეთი ოპოზიციური ძალები საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მმართველი პარტია ამ გამოწვევასაც შეხვდება ღირსეულად და მე ვფიქრობ, რომ გამოძიება თუ ასეთი ფაქტი მოხდება, დაადგენს სიმართლეს და შედეგებამდე მივა. თუმცა ბატონო მამუკა არიშიძემ განაცხადა, რომ მას ყავს რამდენიმე წყარო და მათ შორის ერთ-ერთი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თანამშრომელი. ამის გამოც არ შეიძლება რომ დაინტერესდეს გამოძიება, ესეც ერთი განცხადება, თუმცა წყარო მინიშნებულია. დიახ. რადგან წყარო მინიშნებულია და თუ შესაბამისი განცხადებით ის მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, მაშინ დაიწყება ალბათ გამოძიება ამასთან დაკავშირებით და თუ გამოძიება დაიწყება, დანარჩენი გამოძიების ფარგლებში დადგინდება და ჩვენ ალბათ შედეგებს ვნახავთ ამ განცხადების და ამ გამოძიების. გასაგებია, თქვენ დღეს გააკეთეთ განცხადება, რომ უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელით გიორგი პაპუაშვილის პასუხებს თქვენ შეკითხვებზე. 6 აგვისტოს სამ მოსამართლემ გაავრცელა განცხადება. საინტერესოა, რამ არ დაგაკმაყოფილათ ამ მოსამართლეების წერილში, რას ელით გიორგი პაპუაშვილისგან ისეც, რაზეც მოსამართლეებმა არ გიპასუხეს. ძალიან საინტერესო პასუხი იყო. არ შეიძლება რომ ამ პასუხს ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ, გამომდინარე იქიდან რომ კითხვა არის ერთი როგორც დღეს განმეორდეს პაპუაშვილის განცხადებას გულისხმობ უკანასკნელს, იმიტომ რომ აქცენტი იყო გადატანილი აბსოლუტურად სხვა საკითხებზე, იქ იყო განმარტებული თითქოს მოსამართლეებს წინასწარი, იმიტომ ჰქონდათ განსხვავებული ვერსია საბოლოო ვერსიისაგან, რომ მათ ელექტრონულად დაეგზავნათ კაბელების სარჩელები, საქმის სარჩელები, რადგან მიმდინარეობდა უგულავას საქმის განხილვა და იმისათვის, რომ ადრე გაცნობოდნენ და დროზე გაცნობოდნენ უგულავას საქმესთან გასაერთიანებელ სარჩელს, ამიტომ მათ ჰქონდათ ელექტრონული ვერსია. ხა ეს ვერსია რამდენად რეალურია და რამდენად შეესაბამება სიმართლეს და რამდენად ლოგიკურია, ეს მაყურებელმა განსაჭროს. ამის შემდეგ ამას მოყვა ჩემი დღევანდელი განცხადება და მე კვლავ გავიმეორე, რომ რამდენიმე დღეა უშედეგოდ და ეს ასეც არის. ვითხოვთ პაპუაშვილისგან პასუხს იმაზე, რატომ მოხდა სარჩელების გამოსვლა, რაში იყო რეალურად საქმე და მივიღეთ პასუხი აბსოლუტურად სხვა თემასთან დაკავშირებით. იქ იყო საკონსტიტუციო რევოლუციაზე საუბარი, რომელიც მართალია მევახსენე, მაგრამ ამისი ადრესატი პრინციპში უფრო ნაციონალური მოძრაობა იყო და ძალიან საყურადღებოა და საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაკეთებულ განცხადებას უპასუხა ამ შემთხვევაში პაპუაშვილმა და არ უპასუხა
მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას და კითხვას, რომელიც ასე აინტერესებს საზოგადოებას. მე მრჩება დაბეჭდილება, მე მგონი თავის მოვაბეზრეთ ამ დღეების განმავლობაში იმდენჯერ ვისაუბრეთ საკონსტიტუციო სასამართლოზე, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში მოხდით საზოგადოების წინაშე. თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკივნეული თემაა და საქართველოში 21 საუკუნეში და 2016 წელს აღარ უნდა ხდებოდეს სარჩელების გამოცდა და კონკრეტული საქმეების ლობირება და ეჭვები ამასთან დაკავშირებით მე არ მინდა ბოლომდე მტკიცებით ფორმატში გავიარო ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს გამოძიების საკითხი შემოწმების საკითხია, ისინი ამბობენ რომ მოკვლევა დაიწყო, თუმცა პასუხობენ განცხადებებზე, რომელი პასუხებიც არ არის დამაკმაყოფილებელი საზოგადოებისათვის და ჩვენ ვიღებთ ერთ კითხვას დასმულს და გაცემულ სხვა პასუხს. ან ბატონო მამუკა, თქვენ აცხადებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, რომელმაც დღეს გაავრცელა განცხადება და იქ საუბარი იყო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, ის არ იყო ადეკვატური თქვენს მიერ დასმული შეკითხვებისა. თქვენ ვერ მიიღეთ პასუხი გიორგი პაპუაშვილის. დასმული შეკითხვის ირგვლივ ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. ეხლა რაც შეეხება იმ პასუხს, იმაში ჩავყვებით, კი ბატონო, როგორც ჩანს მათ არ ვიცი, არ მინდა ესეთ რამ დავაბრალო, მაგრამ გონიათ რომ მათ გარდა საქართველოში იურისტები აღარ არსებობენ. იქ მართალია, იყო საუბარი იმაზე, რომ კრიტერიუმები სხვა საკითხებთან ერთად, რომელიც აპრიორი არ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ 8-ვე მოსამართლემ 4 საკითხთან დაკავშირებით მართალია ეს ასე მოხდა. თქვა რომ ეს საკითხი არ არის რელევანტური და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, აქ ხმები არ გაყოფილა, მაგრამ იმ საკითხთან დაკავშირებით ეს ცოტა იურიდიული ნიუანსია და იურიდიულ ნიუანსებზე მომიწევს საუბარი, მაგრამ მე შევეცდები რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე ვილაპარაკო. ანუ საუბარია იმაზე რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააყენეს საკითხი რომ არ არის კონკრეტული რეგულაცია იმასთან დაკავშირებით კანონში როგორ განიმარტოს განისაზღვროს საარჩევნო ოლქების კონკრეტული კრიტერიუმები. ანუ ეს კრიტერიუმები არ არის მითითებული კანონში. ამაზე იყო საუბარი. აქ გაიყო 4-4 ხმები და ისინი დღეს ამტკიცებენ პაპუაშვილის განცხადებიდან ცნობილი ხდება რომ ეს საკითხი კიდეც რომ დაკმაყოფილებული იყო, ეს არ გამოიწვევდა რაიმე ცვლილებას. მე გეტყვით რა ცვლილებას გამოიწვევდა. იქ მიაწერეს თავის განსხვავებულ აზრში, რომ ეს ნორმა ჩვენი აზრით საუბარია იმ სამოსამართლეზე, რომელიც ხარს უჭერს პაპუაშვილს და თვითონ პაპუაშვილზე, მათ განსხვავებულ საში მითითებული იყო, რომ უნდა ამოქმედდეს ეს ნორმა მომდევნო წლის 31 იანვარს. იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული აზრი იწერება, მოსამართლესაც უკვე ცნობილია, რომ სხვა 4 მოსამართლის განსხვავებული აზრის გამო ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება. ჩვენ ვსვავთ შეკითხვას. იმ შემთხვევაში თუ ეს განსხვავებული აზრი არ დაფიქსირდებოდა და შესაძლებლობა იქნებოდა ამ ინტერპრეტაციის გატანის, როგორც მათ უნდათ, ამ ჩანაწერს გააკეთებდნენ კიდე თუ არა და თუ გააკეთებდნენ, ამ შემთხვევაში იქნებოდა სწორედ კოლაფს. გარდა ამისა, აბსოლუტური იურიდიული ნონსენსია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებდა, დაუშვათ მათ რომ თავისი გაეტანათ, ასე ვთქვათ, რომ გვაქვს არაკონსტიტუციური ნორმა, სადაც კონკრეტულად არ არის გაწერილი კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტულ გეოგრაფიას თუ სხვა საკითხებს კონკრეტულ ოლქებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში კი ბატონო თუ დაიწერებოდა შემდგომში ამოქმედესო ეს ნორმა, დღეს ჩვენ გვექნებოდა არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები და ამას კიდევ როგორ გამოიყენებდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები მომავალში, ეს კიდევ მეორე საკითხი. ანუ აქ გვაქვს ბევრი იურიდიული ნიუანსი, რაზეც მსჯელობა შეიძლება კამათით შეიძლება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიტანდნენ თავის ამ მოსაზრებას, დიდი შანსი იყო ძალიან, რომ მომხდარიყო საარჩევნო და პოლიტიკური კოლაფსი და ეს ცოტა ძნელად გადაელახა ჩვენს ქვეყანას. გასაგებია თქვენი პოზიცია, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ამიტომ ერთი კითხვა კიდევ მინდა მოვასწრო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის განცხადება მოვისმინეთ რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ეთერში, სადაც ის მმართველ გუნდს ადანაშაულებს სასამართლოზე ზეწოლაში. ციტატას წავიკითხავ ამ განცხადებიდან. ასეთი განცხადებები მდინარაძის, ვოლსკის, ბესელიას მხრიდან ნიშნავს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოზე და მივიდნენ იქამდე, რომ მოსამართლეები უარს ამბობენ თავის ფუნქციაზე, მართლმსაჯულების განხორციელებაზე და ქვეყანაში არსებული ერთადერთი დემოკრატიული და მოქმედი ინსტიტუტი დაასამარა ქართულმა ოცნებამ. შესაძლოა თუ არა თქვენი განცხადებები აქმული იყოს ზეწოლად და რას უპასუხებთ ნაციონალური მოძრაობის წევრის ამ ბრალდებას? ნაციონალური მოძრაობის წევრები ყოველთვის ასე ამ რიტორიკით საუბრობენ იმ უწყებებზე თუ ინსტიტუტებზე, რომლებიც გავიდნენ მათი მმართველობის ზეგავლენის თუ გავლენის, ჩვეულებრივი გავლენის სფეროებიდან. ისინი ძალიან
კრიტიკულად არიან განწყობილები სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევიან გამომდინარე იქიდან, რომ მათი გავლენა სასამართლოს სასამართლოების სისტემაში აღარ არსებობს. პრაქტიკულად ეს ნიშნები შეინიშნება საბედნიეროდ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ამას კანონმაც შეუწყო ხელი, კანონზე საუბრობენ, ეს იყო ზეწოლა და კანონის მიერ ზეწოლად აფასებენ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასეთი საკონსტიტუციო რევოლუცია მოეწყო თუ საკონსტიტუციო გადატრიალება ეს გამოირიცხა და ბუნებრივია მათი რიტორიკა არის შემაშფოთებელი და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება, მართველი ძალა არის ის ძალა, რომელიც ასეთ გამოწვევებს ღირსეულად შეხვდება, სწრაფი განვითარება იქნება უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი იქნება კეთილდღეობა, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. 20-30 შეკითხვებს მამუკა მდინარაძე პასუხობდა.